ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა პროკურატურამ საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურაში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით ჯუანშერ ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილს 750.000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა. ხატია ჯამალაშვილი გვერდება დეტალებით, მან მოისმინა განცხადება, რომელიც გაკეთდა პროკურატურაში. ხატია გისმით. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე ახალი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 12 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მამხილებელი ჩვენების მიცემის თხოვნით მიმართა თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ, რომელიც ამ დროისთვის უკვე მსჯავრდებულის სტატუსით იხდის სასჯელახსრულების დაწესებულებაში დანაშაულს. რაც შეეხება კორუფციულ გარიგებას, რომელსაც გამოძიება ედავება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. საუბარია 2022 წელზე, მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სწორედ ამ დროს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის სამინისტროში წარმოიშვა სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო აპარატურის შესყიდვის აუცილებლობა. სწორედ ამ დროს ვასილ მხეიძე, რომელიც არის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა და რომელიც იკავებდა მისი მოადგილის პოზიციას, ვასილ მხეიძე დაუკავშირდა მისთვის ნაცნობ ბიზნესმენს და მას შესთავაზა კორუფციული გარიგება. სანაცვლოდ აღნიშნული გარიგებიდან მოითხოვა 10%-იანი წილი. ვასილ მხეიძე დაპირდა აღნიშნულ ბიზნესმენს, რომ კორუფციული გარიგება იქნებოდა შემდეგი პირობებით, რომ ის ტენდერში გაიმარჯვებდა აუცილებელი გარანტიებით. თუმცა ამ ეტაპზე ბიზნესმენმა უარი თქვა აღნიშნულ გარიგებაზე, მოითხოვა დამატებითი გარანტიები და სწორედ ამ დროს საქმეში ერთვება ირაკლი ღარიბაშვილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ დამატებითი გარანტიების მისაღებად სწორედ ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა, რომელმაც თავის მხრივ მისცა ეს გარანტიები და სანაცვლოდ მოითხოვა კორუფციული გარიგებიდან წილი. შედგა საბოლოო ჯამში ტენდერი, შეისყიდა თავდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურას 3 ეტაპად საიდუმლო შესყიდვის გზით და აღნიშნული გარიგებიდან სახელმწიფომ 7 მილიონამდე ზარალი ნახა. აღნიშნული თანხა ყველა საქმის კორუფციული გარიგების ყველა ფიგურანტმა გაინაწილა, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა 750.000 ლარზე მეტი მიიღო. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის 12 აგვისტოს პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს. შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%, 1.900.000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400.000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1.500.000 ლარიდან 750.000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო თანხის მეორე ნახევარი 750.000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ზემოხსენებული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით, კერძოდ 6.985.255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მოხდის მეორე ნაწილის ა და გ და მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოამბე
ცდილობს საქმის მთავარი ფიგურანტების ადვოკატებთან დაკავშირებას. ჯერჯერობით ჩვენ ვიცით ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის პოზიცია, რომელიც ამ დროისთვის რუსთავში მიემართება სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, სადაც მის დაცვის ქვეშ ყოფილს უნდა შეხვდეს, როგორც ის აცხადებს, მას დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებიდან და შეატყობინეს ბრალის შესახებ, თუმცა მას დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. მოამბე ასევე დაუკავშირდა საქმის კიდევ ერთ ფიგურანტის ჯუანშერ ბურჭულაძეს უფლებადამცველს, რომელიც აღნიშნული ჩვენებას და მამხილებელ ჩვენებას, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ საგამოძიებო უწყებას მისცა, გარკვეულწილად გარიგებას უწოდებს. ამჯერად ამ დროისთვის ახლა ყველაზე მთავარი კითხვა არის ის, გახდება თუ არა შემამსუბუქებელი გარემოება ეს მამხილებელი ჩვენება თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის. ამ დროისთვის ჯერჯერობით კითხვებზე პასუხები არ არსებობს. სავარაუდოდ მას შემდეგ გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი, რაც ადვოკატები საკუთარ დაცვის ქვეშ ყოფებს შეხვდებიან. რალის შესახებ არაფერი დღეს დაგვირეკეს, რომ უნდა ვისულიყავით ციხეში. სხვა ცნობილი არ იყო, გარდა იმისა, რომ მოლოდინები იმ წერილიდან გამომდინარე, რაც რეალურია და ნამდვილია, შინაარს ამართლებს. ხო ხდებით არა, შედეგი არის იმ შინაარსის გაგრძელება, რაც წერილში ეწერა. აი ეს არის მხოლოდ მოლოდინის სხვა მხრივ ამხლა გავიგეთ და მივდივართ ციხეში. არავის არის შინაარსის ჩვენება არ მიუჩია, რაც ხდება ყველაფერი არის შეთანხმებით. შეთანხმებული სიტყვა შეთანხმებით პირდაპირ მეთაურობა. პასუხი კონკრეტულად პასუხი გაგცეთ დეტალები, პასუხი გაგეცით, უნდა ვიფიქროთ, რომ დაცემულია ყველა შეკითხვაზე. აღნიშნული სისხლის სამართლის დამტკიცების საქმის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც შეეხება საქმის სხვა ფიგურანტებს, ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე, ასევე გიორგი ღუდუშაური, რომელიც შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა მაშინ თავდაცვის სამინისტროში. ისინი ამ დროისთვის კორუფციული გარიგების საქმეზე იმყოფებიან უკვე საპატიმრო დაწესებულებაში და სასჯელს იხდიან. ამიტომ ჩაინიშნება თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლოს ხდომის თარიღის განსაზღვრის პროცესი, სადაც ვნახოთ დაესწრებიან თუ არა საქმის ფიგურანტები დღევანდელ სასამართლოს ხდომას. ეს სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აღნიშნული პროცესის დრო გაირკვევა და ჩაინიშნება აღნიშნული ხდომა საქალაქო სასამართლოში. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.